ვიცი, რთულია ამის გაკეთება, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ღირებულ ურთიერთობებში ადამიანებს ერთმანეთთან შიშებზე საუბარი გვაახლოვებს, აი შიშებიდან გამომდინარე ქცევა კი ერთმანეთს გვაშორებს და ნებისმიერ ურთიერთობას აფუჭებს. შენ შეიძლება გეშინია, რომ თუ შენთვის ძვირფას ადამიანს ეტყვი რა გტკივა, რა იხარშება შენში, შენი შეფასების სუსტ მხარეებს აჩვენებ, მიგატოვებს და წავა. ამ შიშიდან გამომდინარე შენში არსებული ემოციების გამოხატვის ნაცვლად დუმილს არჩევ და შედეგად მეორე ადამიანს უჩნდება განცდა, რომ არ ენდობი. ურთიერთობაშიც ნელ-ნელად ჩნდება დისტანცია და ემოციური სიცარიელე, არადა სულ ცოტა გულწრფელობა და იმის თქმა, რომ მეშინია გითხრა რა მტკივა, რადგან ეს სისუსტე მგონია და სუსტს მეშინია მიმატოვებ, ბევრი რამეს ცვლის. დგება მომენტი, როდესაც დუმილი ოქრო არ არის. მომენტი, როდესაც საუბარი კურნავს. დუმილი კი ანგრევს. გავგზავნე ეს რილსი მას, ვინც შენს შიშებთან შეხვედრაში მხარს გიჭერს, ან უფრო გამბედავი იყავი და მას, ვისთანაც მეტ სიახლოვეს ეძებ და მზად ხარ ეს დუმილი დარღვიო.